მიხეილ სააკაშვილს მივმართე 4-ჯერ. ნუ თუ შეიძლება ვერც წარმომედგინა ჩემი არჩეული, ჩემი ძმის არჩეულ პრეზიდენტს აი ესეთი უყურადღებობა გამოეჩინა თავისი მოქალაქის მიმართ. დასაწყისიდანვე ვიფიქრე რომ ეს იყო მართალი და ჩავთვალე რომ მოდი დავიწყებ პრეზიდენტიდან, იმიტომ რომ მართალია და დაბლა ჩამოვალმეთქი ალბათ და გამართლდება. 2011 წლის 28 ოქტომბერს უკვე წერილით მივმართე. ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, უხსნიდი რომ ალალ მართალი ადამიანი იყო და დაევალებინა ვისაც ეკუთვნოდა ეს ყველაფერი რომ შეესწავლათ. სამარისებული სიჩუმე იყო. შემდეგ 2011 წლის 30 ნოემბერს კიდევ მივმართე. აქედანაც ხელმოცარული დავრჩი. და რაღა უნდა გამეკეთებინა ამის შემდეგ და მე დავიწყე უკვე სხვა სამინისტროებში წერილების წერა. როცა უკვე ცუდად იყო 2012 წლის 3 მარტს კიდე მივმართე. ეს უკვე დაავადებული ეს სიკვდილის პირას მისული. კიდე არაფერი პასუხი. 12 წლის 12 აპრილს კიდე მივმართე, როცა უკვე დღეები გაქვს დათვლილი. აი მე მინდა მიპასუხოს, ხომ ისმენს ახლა? რატო? აი რატო მოკლა უდანაშაულო ადამიანი? რატო ამოწყვიტა ერთი ქართული ოჯახი, რომელიც თავისთვის წყნარად მშვიდად ცხოვრობდა და იყო? რატო მომიკლა? აი ამ რეჟიმმა რატო მოკლა? რატო იყო ესეთი რეჟიმი? ეხლა თვითონ იმყოფება ოროთახიან მშვენივრად ვივამედის კლინიკაში. არაფერი არ აკლია. საჭმელიც, სასმელიც, ექიმიც, ყველაფერი. და იმ დედას რომ მიაქვს ის საჭმელი, დედა ჩემსაც მიეტანა და მეც მიმეტანა და ცოცხალი ყოფილიყო ის ჩემი ძმაც, ხო შეიძლებოდა. ძალიან ვარ გამწარებული. ჩემს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ვითომ მიავირჩიე და თან როგორ მიხაროდა გიორგო ბადღესით, რომ დაბადების დღე იყო ჩემი. და დაბადების დღე შემაძულა მე ზუსტად მაგ პიროვნებამ. და კიდევ თვითონაც ფიქრობს და თავის დამქაშებიც ასე ვიტყვი, ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ. სისხლიან რეჟიმს არასოდეს ეგენი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. ან როგორ ითხოვენ მორალური უფლება გააჩნიათ. რამდენი ადამიანის, უდანაშაულო ადამიანის სისხლი ადევთ მათ ზურგს. და აი ამ ცოდვებს ალბათ მე ვფიქრობ ვერასოდეს ვერ მოინანიებს. მაგრამ მე პირადად როგორც ჭეშმარიტი ადამიანი, მაინც ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. მაგრამ მე მინდა გამცეს პასუხი, რატომ მომიკლა მისმა რეჟიმმა უდანაშაულო ძმა? მე ერთხელ უკვე მივმართე ტელევიზიით მას, წერილი გაუგზავნე. მაგრამ პასუხი არ გამცა. იქნებ ეხლა მაინც გამცეს პასუხი. რატომ? მარტო ჩემი ძმა არ იყო ეს. ჩემი ძმისთანაც ძალიან ბევრი არის და ძალიან ბევრი დედა არის ატირებული და ბევრი ოჯახი აი ისი ამოწყვეტილი, როგორც ჩემი ოჯახი არის ახლა ამოწყვეტილი, რომ იმას გვარის გამგრძელებელი და არავინ არ დარჩა. აი ესე მომისპო ძმა, რატო? მინდა რომ მიპასუხოს.